მოგესალმებით ბათუმელების ლაივით. მე ჟურნალისტი ჯაბანი ბათუმის მეორე საჯარო სკოლასთან ვიმყოფებით. როგორც ცნობილია, დღეს სასწავლო პროცესები განახლდება საჯარო სკოლებში, რამდენიმე ქალაქში საქართველოს, მათ შორის ბათუმში. საჯარო სკოლებში, თავად კლასებში იწყება უკვე სასწავლო პროცესი. რამდენიმე წუთში დაიწყება სწავლა, დაირეკება ზარი. 9 საათზე იწყება გაკვეთილები ისევ სკოლაში და ბავშვები უკვე აქ იკრიბებიან. როგორც მე ხა გავარკვიე და თქვენს კადრში ხედავთ, არ არის მაინდა-მაინც ბევრი ბავშვი არ ჩანს კადრში. მე ვხედავ სკოლის დირექტორს, რომელსაც გავესაუბრები და ვკითხავ, თუმცა როგორც გავიგე, რამდენიმე შესასვლელი მოქმედებს უკვე მაგალითად ბათუმის მეორე სკოლის შემთხვევაში, იმისთვის რომ ბავშვთა დიდი ნაკადი არ მოგროვდეს სკოლებთან. უფრო მეტ ინფორმაციას ალბათ მივიღებ თავად დირექტორისგან. მე-5 კლასში, რომელი მე-5-ია? მე-5, ნანა, ნახეთ მე-5-ია, სადაა რა. მოგესალმებით ბათუმელების ლაივში ვარ. მარიზა აბაშიძე, მეორე სკოლის დირექტორი. მოგესალმებით. როგორი სიტუაციაა დღეისთვის, რა შეგიძლია თქვით, რამდენად მასშტაბურია გამოცხადება, ამ კუთხით არის თუ არა უკვე მონაცემები ცნობილი? ამ წუთის მონაცემებით გამოცხადება საკმაოდ მასშტაბურია. ჩვენ გვაქვს სრულის მზაობა, აქვე მოგახსენებთ. 3 შესასვლელი კარიერია, მოსწავლეები განაწილებული არიან შესასვლელში კლასების მიხედვით, რაც საშუალებას გვაძლევს აკადემიის მართვის და რეგულაციას. ამ წუთებში მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მოსწავლეთა საკმაოდ დიდი რიცხვი არის გამოცხადებული სკოლაში. წინასწარ რა მონაცემები გქონდათ, რამდენი აპირებდა უკვე მოსას, რამდენი არ აპირებდა? ხომ რამდენიმე კლასი უკვე რომელიც შერეული მოდელით ისწავლის, ან დისტანციურად არის უკვე ამის შესახებ მონაცემები ცნობილი? კვლევის საფუძველზე, შიდა კვლევის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დისტანციური სწავლების მსურველებიც არიან, თუმცა კონკრეტული რიცხვი და გვარები ჯერ ჩვენთვის არის უცნობი, ხუთშაბათს დილით გახდება ცნობილი. სავარაუდოდ ყველა კლასი ისწავლის საკლასო ოთახში, მსურველთა ნაწილი გადავა დისტანციური სწავლების რეჟიმს. თორე სკოლას რა შემატეთ უკვე ამ დროისთვის, საიმისოდ რომ უზრუნველყოფილი იყოს პანდემიის პირობების დაცვა და ჰიგიენის წესების დაცვა მოსწავლეების შემთხვევაში, განსაკუთრებით დაბალი კლასები ალბათ. სკოლაში დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა, საკლასო ოთახები აღჭურვილია ხელის სადეზინფექციო ხსნარებით, დერეფნებში განლაგებულია დისპანსერები, თითქმის ყველა 2 მეტრში, ყველა შესასვლელში არის დეზო ბარიერი, საპირფარეშოები მოწესრიგებულია, ამზაფხულს ჩატარდა რემონტი, ასე რომ ყველა უსაფრთხოების ნორმა არის დღევანდელი მდგომარეობით დაცული. მერხებს შორის დაცილება უფრო მეტია ეხლა ვიდრე მანამდე იყო. კლასებს შორის დიახ, სულ 29 საკლასო ოთახი გამოვიყენეთ, დიდი საკლასო ოთახები, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დისტანციის დაცვით დავიცვათ მერხებს. რამდენია მერხებს შორის ამ დროისთვის დისტანცია? 1 მეტრია სხვაობა მერხებს შორის. ანუ არსებული რეგულაციებით ესია, არსებული რეგულაციის მიხედვით ასეა, დიახ. დიდი მადლობა. ხომ შეიძლება რომ ნახოთ თავად სკოლაში გინით რომ რამდენიმე კადრი გადავიღოთ? შენობაში არა, ეზოდან შეგიძლიათ რომ გადაიღოთ. ანუ შენობაში ვერ შენობაში ვერ შეგიძლიათ. როგორც უცხოპი რეგულაციის თანახმად. ხო, ანუ უცხოპირი ვერ შემოვა სკოლაში. ვერა. კარგით, ეს იყო მარიზა აბაშიძე, მეორე საჯარო სკოლის დირექტორი. მადლობა თქვენ. Ania Bulosa როგორც თქვენ კადრში ხედავთ, იკრიბებიან სკოლაში მოსწავლეები, ასევე პედაგოგები. რამდენიმე წუთში დაიწყება სასწავლო პროცესი. როგორც ცნობილია, საქართველოს 5 ქალაქში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში დღეს იწყება სასწავლო პროცესი უკვე სასწავლო თავად სკოლებში. მოდი გენაცვალე, მოდი გამარჯობა. ხო, დეზოში შემოვალ დირექტორი შეუთანხმოთ, რომ კადრები გადავიღოთ რამდენიმე ჟურნალისტებად. ეს არის მეორე საჯარო სკოლის ეზო. როგორც გითხარით, რამოდენიმე შესასვლელი მოქმედებს იგივე მეორე სკოლის შემთხვევაში. ეს ერთ-ერთი დიდი სკოლაა ბათუმში. რომ გაგესაუბროთ შეიძლება ბათუმელებიდან ვარ. თქვენი განწყობა რომ მითხრათ, როგორია დღეს, როცა უკვე სკოლაში დაბრუნდით,
ამდენი ხნიანი პაუზის შემდეგ 2 მარტის შემდეგ იყო შეწყვეტილი სასწავლო პროცესი. ხო, რაც გეტყვით? კარგი გეტყვა, მაგ ძალიან და რავი შევერთებით ვარ და იმედი არ ყველაფერი კარგად იქნება. მოგენატრათ სკოლა? კი, ძალიან. როგორ ფიქრობ, რამდენად იქნება შესაძლებელი პირობების დაცვა, იგივე ჰიგიენის წესების დაცვა სკოლაში? მაქსიმალურად დაცული ყველა ის და თავია ჩვენზე რა, რომ გავითვალისწინოთ ყველაფერი და დავიცვათ ყველა წესი. და ალბათ ყველაფერი კარგად იქნება და კარგად წავა ყველაფერი. ხო, ანუ თქვენ და როგორ იყო თქვენი კლასის შემთხვევაში, ყველა თანახმარო იყო საკლასო ოთახში თუ ნაწილს უნდა რომ დარჩეს დისტანციურად? ნაწილს უნდა რომ დარჩეს დისტანციურად ყველა, ყველა თანახმარა არა, ნაწილს ისე ონლაინ ურჩევნია. ანუ გაქვთ უკვე შეთანხმება, თქვა რამდენი იქნება ონლაინ, რამდენი დისტანციურად, ან როგორი მოდელი გექნება სწავლების? კი, ანუ მაგას რაღაც მსჯელობდნენ და ბოლოს ვისაც უნდა გაუშვას, ვისაც უნდა არაო რა. ანუ რაღაც ორი არჩევანი გვაქვს და გვაქვს არჩევნის საშუალება, ამიტომ ესე გარკვეულწილად რომ ზოგი წამოვიდეს და ვისაც უნდა დარჩეს სახში და ონლაინ იყოს. ანუ შერეული მოდელი გექნება, ნაწილი იქნება საკლასო ოთახში, ნაწილი იქნება დისტანცია. რამდენია ასეთი ხო არ იცი მონაცემი? არ დავხობთ არ ვიცი. მთლიანობაში სკოლაში როგორი განწყობაა? ანუ უმრავლესობას უნდა რომ უკვე მოვიდეს და იყოს საკლასო ოთახში, თუ რჩებიან დისტანციურად. ანუ ხო, ბავშვებიც არის საკმაოდ ბევრი და ანუ როგორც ვიცი, მე ვისაც ვიცი და მოდიოდნენ სკოლაში და ხო, უმრავლესობა არის მოსული მგონი. თავად როგორ ფიქრობ, რამდენად იყო ლოგიკური ამ დროისთვის უკვე სკოლების გახსნა, საკლასო ყველა ქალაქში არ გახსნა, ხო? სადაო საკითხია და არ ვიცი, ამ ჩემი აზრით ნენა უნდა ვისწავლოთ კორონას ერთად ცხოვრება და ანუ ყველა რეკომენდაციების დაცვით უნდა ვიცხოვროთ რა. ანუ არ ვიცი. ჯერ ჩემი აზრით ეს ანუ დაწყება ადრე არ არის რა, ანუ ხო. რაც არის თორე დამაჯერებელი და არის თორე თანმიმდევრული თქვენთვის ხელისუფლება, იგივე თქვა დაავადებათა და კონტროლის ცენტრი, რომელიც რაღაც 1%-ზე ჩამოვიდა დაახლოებით ავადობის მაჩვენებელი ბათუმში და ეს არის დადებითი პოზიტიური მაჩვენებელი, ხო? ანუ რაღაც დამაჯერებელი და ახსნილია თქვენთვის როგორც ერთი მოსწავლისთვის. მე ვენდობი ყველა ინფორმაციას, რასაც გვაწვდიან, არ ვიცი, მე ვენდობი პირადად. თქვენი სახელი? დეა. რომელ კლასში ხართ? მე-11. მე-11 კლასში. დიდი მადლობა. წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებ. ეს გახლავთ მეორე საჯარო სკოლის ეზო, სადაც უკვე იკრიბებიან მოსწავლეები და უკვე დაირეკა სკოლის ზარი, როგორც ჩანს, უკვე 9 საათიან და იწყება სასწავლო პროცესი სკოლებში, მათ შორის ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. დღეს არის 1 თებერვალი და 1 თებერვლიდან სასწავლო პროცესი კლასებში განახლდა საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმში, ასევე განახლდა ზუგდიდში, გორში, ფოთში, თელავში. რეგულაციების ნაწილი შეიზღუდა 1 თებერვლიდან. ეს შეეხება როგორც ტრანსპორტს, ასევე სკოლებში დაბრუნებას. მოგესალმებით, ერთი წუთით რომ შეგაყოლოთ, ბათუმელების ლაივია. როგორი განწყობაა დღეს, როცა თქვენ ბრუნდებით სკოლაში? მოგენატრათ სკოლა? როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა რეგულაციების დაცვა შესაძლებელი? კი, ბავშვებია დამოკიდებული. და მე უფრო უფუძე. კლასში რა განწყობა იყო? უმრავლესობა სურდა კლასში დაბრუნება თუ სურდა დისტანციურად, რომ ნახევარ სურდა. და როგორ შეთანხმდით? ანუ შერეული მოდელი გექნება თუ როგორ? დღეს ნახავთ და მე გადავწყვიტავ. მე გადაწყვეტავ. მადლობა. როგორი განწყობაა ქალბატონო მედია? თქვენ ისევ სასწავლო ნაწილის გამგეხართ ხო სკოლაში? მოადგილე ვარ, კი. მოადგილე ხარ დირექტორის, ხო? როგორია გაქვთ თუ არა უკვე მონაცემები, გამოცხადების მაჩვენებელი? ჯერჯერობით არა, აი ახლა დავიწყებთ მონაცემები, რამ დაჯდება, დაიწყება ზარი დაირეკება და შევალთ და მონიტორინგ შევატარებთ აუცილებლად. აჰა. მაგრამ როგორ ხედავთ, ხედავთ რომ ადევნები თვალს ნაკადს? კი, საშუალო რაოდენობით. ანუ დაახლოებით ნახევარი გამოცხადა, ნახევარზე მეტი, ნახევარზე ნაკლები. გამოცხადა და კი, ცოტა მეტი გამოცხადა, რა თქმა უნდა, ახლა ზოგჯერ სოფლსეშინია, ზოგი ავათაა, ზოგი რაღაცა და ნუ ვეცდებით რომ ყველანაირად ვიზიტოთ ბავშვები. დღევანდელი სიტუაცია, როცა კარგია და მშობელი დაინახავს რომ სიტუაცია კარგია და ყველანაირად ვცდილობთ რომ ბავშვის მხარეს და მშობლის მხარეს იყოს ისე დაცული, მე მგონი ხვალ უფრო მეტი იქნება და ხვალდაზე უფრო მოვა ბავშვები. გქონდათ ისე სკეპტიკური განწყობა მშობლებს, რომ თქვა ვერ მოხერხდება ამ ჰიგიენის წესების დაცვა სკოლაში? კი, ნაწილობრივ იყო ასეთი, რომ ეგონათ რომ რაღაცა რატო ფიქრობდნენ ამას? ვერ მოვახერხებდით ან რაღაცა, მაგრამ ყველანაირად ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ბავშვები მოგვეზიდა და აა. ასე ნახოთ რა იქნება.
თავად მოდელი მეტი იქნება ხალხზე. თავად მოდელი როგორი გექნებათ შერეული უმრავლესობა სკოლაში იქნება თუ იქნება ინტერნეტ გაკვეთილები? ჰიბრიდი ქვია ამას. რამდენიმე კლასი არის ონლაინ სწავლებაზე, მაგრამ გამოხშებით დღეების მიხედვით. მაგალითად მე-12 კლასის 3 დღე აქვს, მე-11-ის 2 დღე, მე-10-ის 1 და ასე. სასწავლებელი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს იყოს ძალიან დაალაგებული და ანუ ეს ეხლა ლაგდება როგორც მე გავიგე, ხო? არა, დაალაგებული არის ჩვენ ცხრილი გაკეთებული ყო კარგი ხანია უკვე და ყველა მიცის ყველა ბავშვმა რომელ დღეს რა ცხრილი გაკეთებული გამზადებული და არა, თუ კი მე გავიცახი, როცა ერთ კლასში ზოგი ამბობს, რომ უნდა კლასში ყოფნა, ვიღაც ნაწილი ამბობს, რომ უნდა ინტერნეტი. იმდინარეობს ახლა რეგისტრაცია და ყველანაირად დირექტორს აქვს ამის მონაცემები და დავიდეთ. რა ვიცი, განწყობა კარგი გვაქვს და. პირველ კლასელები გამოცხადენ თუ არა მათთვის არა, როგორც პირველი კლასი მეორე სმენა და. პირველი კლასი მეორე სმენა თქვენთან, ხო? ესე გვაქვს ცოტა სხვა დროს გვაქვს ისინი და პირველი კლასელები რომ ერთმანეთს არ შეეჯახონ და ესე განაწილებული კლასები. ანუ მეორე სმენაში რომელი კლასები ყავ? დაწყებითი კლასები? დაწყებითები მე-5-ის გარდა. ანუ პირველიდან მე-4 კლასი ჩავთვით. პირველიდან მე-4 კლასი და მე-6 კლასი. მე-4 კლასი ესეა, ხო? კარგი, დიდი წარმატებები თქვენ, წარმატებები ბავშვებს, წარმატებები მშობლებს. წარმატებული სასწავლო წელი თქვენ. მადლობა, გაიხარით. კი. როგორ ხარ? მადლობა, კარგად თქვენ როგორ. სასწავლო პროცესი დაიწყო მეორე საჯარო სკოლაში. დაახლოებით 1 წლიანი პაუზა იყო. გასული წლის 2 მარტს შეჩერდა სკოლებში სწავლა პანდემიის გამო. ალბათ მიზეზი ყველა მიცით და ამ დრომდე საქართველოს ბევრ ქალაქში, მათ შორის გვერდ თბილისშიც არ არის აღდგენილი სასწავლო პროცესი. აი შედიან ბავშვები სკოლის შენობაში, ისინი მათ უტარებენ. უბრალოდ ციცხვას უზომავთ, როცა შემოდიან მოსწავლეები და ასევე ხსნარს, სადეზობექციო ხსნარს. და დეზობარიერიც უნდა გაიაროს, ხო? და შემდეგ ანუ პედაგოგების შემოწმება ან პერსონალის შემოწმება როგორ მოხდება? ორკვირაში ერთხელ სამშაბათს ჩატარდა, ყველა თანამშრომელი დაიტესტა, საბედნიეროდ ყველა მინუსი იყო და ორკვირაში ისევ დაიტესტება ხელმისაწვდომი. თავად მოსწავლეებისთვის შემოწმების რამე პირობა არსებობს ან თუ კი ისინი მოსწავლეებისთვის აი მხოლოდ სკრინინგი, უსაფრთხოება, დეზობარიერი, ტესტირება არა. ტესტირება არა. და სამედიცინო პუნქტი გააქვთ თქვა კი, აი მზადაა. უკვე აი პირველი ოთახი, აი აქედანაც შეგიძლიათ გადაიღოთ საიზოლაციო ოთახი. მზადაა და შესაბამისად მასწავლებელიც არის ოთახში. ხო. ბავშვებთან კადრ პრინციპში მცირე ჩანდა საკმაოდ, ხო? საკმაოდ, არა, საკმაოდ იყო. იყო საკმაოდ. კი, საკმაოდ მონაცემები. ახლა ზუსტად აღვიცხავთ პირველი გაკვეთილის შემდეგ, რამდენი მოსწავლე გამოცხადდა და რა ხდება კლასებში. მაგრამ ჩემი ვარაუდით ყველა კლასში უნდა იყოს მოსწავლე, იმდენად ჭარბი იყო მოსწავლეთან. დაწყებით კლასებს ელდებით მეორე სმენაში, ხო? კი, 3-ის ნახევარს. მათ შორის პირველ კლასელებს, რომლებიც სკოლაში არ ყოფილან. სამზე ველოდები დღეს დანარჩენ კლასებს 3-ის ნახევარზე, იმიტომ რომ პირველები მაინც ადრე პირველად მოდიან სკოლაში. მათთვის ერთგვარი 1 სექტემბერია, ხო? 1 სექტემბერი, ამიტომ განცალკევებით დავიბარეთ, კი. ანუ 3 საათზე დაიწყებენ ისინი სწავლა. 3 საათზე დაიწყებს პირველი კლასი და 3-ის ნახევარზე დანარჩენი კლასები. კარგი. მხოლოდ დღეს 3 საათზე. სხვა დროს 3-ის ნახევარზე, ხო? რადგანაც პირველი დღეა პირველ კლასელთათვის, ამიტომ ასე ჩავთვალეთ მიზან შეწოდება. კარგი, მარი ზაბაშიძე იყო ისო მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, მადლობა. არაფრის. ეს გახავთ მეორე საჯარო სკოლა ბათუმში. ახვლედიანის ქუჩაზე. სადაც დაიწყო დღეს როგორც სხვა სკოლებში ბათუმში სასწავლო პროცესი დილის 9 საათზე. დღეს 1 თებერვალია და ეხლაც ვამბობთ რომ ერთგვარი 1 სექტემბერია თქო, რადგანაც თქვა ნაწილი ბავშვებისა პირველად მოდის სკოლაში, თქვა ვინც პირველ კლასში წავიდა წელს. მეორე სკოლის შემთხვევაში, რადგანაც ეს საკმაოდ დიდი სკოლა, დღის მეორე ნახევარში, ანუ მეორე სმენაში მოვიდნენ პირველ კლასელები და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, პირველი მე-4 კლასი. ისინი 3-ის ნახევარზე შეუდგებიან სასწავლო პროცესს, ხოლო პირველი კლასი 3 საათზე. დანარჩენები უკვე შეიკრიბნენ. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ზუსტი მონაცემები ჯერჯერობით არ აქვს, მაგრამ დაახლოებით ნახევარზე მეტი უკვე შეიკრიბა და გამოცხადდა სკოლაში. და ამის შემდეგ მოხდება რეგისტრაცია და ზუსტად იმის დადგენა, რა მოდელით განაახლებენ
სკოლაში სწავლას. ანუ ეს იქნება ყველა მოსწავლე კლასში, დარჩებიან დისტანციური სწავლების რეჟიმში, თუ იქნება შერეული სწავლების მოდელი. როგორც ცნობილია, ამგვარ მოდელსაც ითვალისწინებს სასწავლო გეგმა, რომ შეიძლება ერთი მასწავლებელმა ჩაატაროს როგორც გაკვეთილი კლასში, ასევე მან ჩაატაროს ინტერნეტ გაკვეთილიც მათთვის, ვინც სახლში დარჩა. თუმცა პირველ მეოთხე კლასის მოსწავლეები სავალდებულოა, რომ უნდა გამოცხადდნენ სკოლაში. პირველი თებერვლიდან მოიხსნა შესაძლებლობის გარკვეული ნაწილი, რადგანაც კორონავირუსის დაავადების მაჩვენებლის დადებითი მაჩვენებელი ფიქსირდება საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმში. შესაძლებლობის ნაწილი მოიხსნა ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში. ეს შეეხო როგორც სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენას, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავებას. დღეიდან ამოძრავდება ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი. და საღამოს 9 საათამდე იმოძრავება შეჯერებით. არ ჩანს მუნიციპალური ტრანსპორტი მელიქიშვილზე, მაგრამ ის უკვე დღეიდან ამუშავდა. და ეს შეზღუდვები არ ვრცელდება შაბათ-კვირაზე. შაბათ-კვირას ისევ რჩება შეზღუდვები ძალაში. ასევე რჩება კომენდანტის საათი ძალაში. ანუ 9 საათის შემდეგ გადაადგილება დილის 5 საათამდე ისევ შეზღუდულია. ფონდელი რეგულაციები არ შეხებია საბავშვო ბაღებს. თქვენ ახლა კადრში ბათუმის 14 საბავშვო ბაღს ხედავთ, რომელიც მელიქიშვილის ქუჩაზეა. ანუ საბავშვო ბაღები ისევ დაკეტილია. ეს ავარაუდოდ მარტიდან დაიწყებენ მუშაობას, უკვე იქნება კორონავირუსის კარგი მაჩვენებლები, ანუ პოზიტიური მაჩვენებლები. ასევე არ გახსნილა სარიტუალო დარბაზები, უმაღლესი სასწავლებლები, ანუ დღევანდელი შესაძლებლობები პირველ თებერვლის რეგულაციები არ შეხებია აი ამ დაწესებულებებს. დღეიდან ასევე იხსნება ღია კაფეები, არადახურული კაფეები, არამედ ღია კაფეები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები. და რა თქმა უნდა, როგორც თქვენ კადრში ხედავთ, გაიხსნა სკოლები, თუმცა ჯერჯერობით არ არის მონაცემები ცნობილი, რამდენია გამოცხადების მაჩვენებლები, როგორია გამოცხადების მაჩვენებელი. და აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა ეს შეზღუდვების მოხსნა არ ეხება შაბათ-კვირას, ანუ შაბათ-კვირას შესაძლებლობები ძალაში რჩება, ასევე ძალაში რჩება კომენდანტის საათი, რაც გულისხმობს იმას, რომ საღამოს 9-დან დილის 5-მდე გადაადგილება ისევ შეზღუდულია. რაც შეეხება კორონავირუსის ბოლო მაჩვენებლებს, ჯერ კიდევ ახალი მონაცემები არ არის ცნობილი, ეს არ არის გამოქვეყნებული მთავრობის ვებგვერდზე, საკოორდინაციო საბჭოს ვებგვერდზე, ხოლო ბოლო გუშინდელი მონაცემები 21 იანვარს დაავადდა 479 ადამიანი კორონავირუსით, მათ შორის იყო აჭარაში 25 ახალი შემთხვევა. ხოლო ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით გარდაიცვალა 19 ადამიანი. როგორც ხედავთ, დაგვიანების მაჩვენებელი პრინციპში არ არის სკოლაში, ანუ არავის დაუგვიანია, ვისაც უნდოდა და მოინათლა სასწავლო პროცესი და კლასი, ისინი დროულად გამოცხადდნენ სკოლაში. 9-მდე, ანუ 9-მდე ისინი შეიკრიბნენ. არ ჩანდა დიდი მობილობა სკოლაში, ანუ ბევრი ბავშვი ერთად არ ჩანდა, მაგრამ სკოლის დირექტორი ამბობს, რომ დაახლოებით 9-ვარზე მეტი შეიკრიბა სკოლაში. ეს არ ეხება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, რადგან ისინი შეიკრიბებიან დღეს მეორე ნახევარში, მეორე სმენაში. და იმისთვის, რომ არ ყოფილიყო დიდი მობილობა, სკოლის დირექტორამ გადაწყვიტა, რომ სამივე შესასვლელი გამოეყენებინა სკოლაში, ანუ სკოლის ეზო, ერთი შესასვლელი ახვლედიანის ქუჩიდან და კიდე ერთი შესასვლელი ფარნავაზ მეფის ქუჩიდან. და ის ამბობს, რომ ამიტომაც არ ჩანდა ბევრი მოსწავლე ერთად. თუმცა საკმაოდ კარგი იყო გამოცხადება. და ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რამდენი კლასი, რამდენი შემთხვევაში ისწავლიან შერეული მართვის მოდელით. სასწავლო პროცესი დაიწყო დღეს ბათუმში საჯარო სკოლებში, ასევე დაიწყო ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში. შესაძლებლობის ნაწილი დღეს 1 თებერვლიდან მოიხსნა საქართველოში, რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმში. და ეს შესაძლებლობის მოხსნა ასევე შეეხო მუნიციპალურ ტრანსპორტს. და თქვენ კადრში ხედავთ მუნიციპალურ ტრანსპორტსაც, რომელიც ეხლა გამოჩნდა მელიქიშვილის ქუჩაზე და არ გამოჩნდა თვეების განმავლობაში. მუნიციპალური ტრანსპორტი იმუშავებს საღამოს 9 საათამდე. საკმაოდ ბევრი ხალხია, მაგრამ როგორც მე ხედავ კადრში
ფეხზე მდგომი არავინ ჩანს და არც უნდა ითქოს როგორც იცი ახალი რეგულაციებით. დღეიდან 1 თებერვლიდან მე შეგახსენებთ რომ იხსნება მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, ღია კაფეები, თუმცა აქვე დავსვენ რომ არ იხსნება და ნახევრად დახურული ტიპის სავაჭრო ცენტრები, მაგალითად როგორიცაა უნივერსამი და მე როგორც ეხლა ლაივის ჩართვამდე მაცნობ ცოტა ხნით ადრე საპროტესტო აქციაც იგეგმება იქ. აი მისთვის რომ ისინი ითხოვენ მუშაობის უფლების დართვას, რომ მათ უმრავლესობა დააქვთ საბანკო ვალები და ითხოვენ რომ მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა. ეს არის სავაჭრო ცენტრი ყოფილი უნივერსამი პუშკინის ქუჩაზე და უახლოეს საათებში აპირებენ საპროტესტო აქციას და ითხოვენ რომ მიეცეთ მუშაობის საშუალება. მოკლედ დღეს ამუშავდა მუნიციპალური ტრანსპორტი, ის უკვე გამოჩნდა ბათუმის ქუჩებში, სასწავლო პროცესი დაიწყო საჯარო სკოლებში. ჩვენ ახლა მეორე საჯარო სკოლის წინ ვართ, სადაც კაცებს ხედავთ უკვე რომ სასწავლო პროცესი მიმდინარეობს და მოსწავლეები არიან კლასში. ელეცები რომ მათ მუდრობა არ დაურღვიო და ნაკლებად შესამჩნევი იყო. ჩვენ თავად სკოლის შიგნით შესაძლებლობა არ დაგვდო სკოლის დირექციამ, მათ განგვიმარტეს რომ რადგანაც არსებობს პანდემია, უცხო პირს ვერ დაუშვებენ სკოლის შენობაში. დირექტორმა განგვიმარტა რომ დაცულია ჰიგიენის პირობები, ანუ მერხებს შორის დისტანცია არის 1 მეტრი. ასევე დაცულია ჰიგიენის მობარაგებულია სკოლა ჰიგიენის საშუალებებით, ასევე არის სამედიცინო პუნქტი, ხოლო სკოლის პერსონალს ჩაუტარდება ტესტირება კორონავირუსზე 2 კვირაში ერთხელ. თითქმის სავსე ჩანს იგივე კლასი, რომელსაც მე ახლა კაცში ვხედავ. საკმაოდ ბევრი მოსწავლე გამოცხადებულა ამ შემთხვევაში. ეს მეორე საჯარო სკოლის ძველი კორპუსია, ისტორიული შენობა, რომელიც დღეს 1 თებერვალია და სასწავლო პროცესი განახლდა ბათუმში, ისევე როგორც საქართველოში, კიდევ რამდენიმე ქალაქში, ესენია ზუგდიდი, გორი, ფოთი, თელავი. სასწავლო პროცესი ჯერ დაწყებულა მათ შორის მაგალითად თბილისში და ეს დამოკიდებული არის კორონავირუსის მაჩვენებლებზე. როგორც ცნობილია, თუ კი იქნება დადებითი და პოზიტიური მაჩვენებლები თბილისშიც გაიხსნება სკოლები. ასევე ბათუმის შემთხვევაში არ გახსნილა საბავშვო ბაღები. და ცნობილია რომ თუ კი იქნება კარგი მაჩვენებელი, თუ კი შენარჩუნდება ბათუმის შემთხვევაში გაიხსნება საბავშვო ბაღები სავარაუდოდ 1 მარტიდან. დღეს ასევე ამუშავდა მუნიციპალური ტრანსპორტი. ჩვენ ახლა კავშირ ვხედავთ კიდევ ერთ ავტობუსს, რომელიც მოგვენატრა, იმიტომ რომ კარგი ხანი არ გვინახავს ქუჩებში ავტობუსი, ისე როგორც მარშრუტკა. და ამ ქუჩაზე ზირთად ავტობუსები მოძრაობენ ხოლმე. დღეიდან იხსნება მაღაზიები, ასევე სავაჭრო ცენტრები, ღია კაფეები და არ იხსნება საბავშვო ბაღები, სარიტუალო დარბაზები, ანუ არ გვექნება ისევ ქორწილები და ქელქები. ასევე არ იხსნება უმაღლესი სასწავლებლები და ძალაში რჩება კომენდანტის საათი, რაც გულისხმობს იმას, რომ საღამოს მხრიდან დილის 5-მდე გადაადგილება ისევ შეზღუდულია. და ეს შეზღუდების მოხსნის ნაწილი, რაც შეეხება კაფეების ნაწილს, რომ ღია კაფეები დღეიდან უკვე მუშაობენ, ასევე სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები, ძალაში ვერ იმუშავებენ შაბათ-კვირას, ანუ შეზღუდვები ისევ ძალაში რჩება შაბათ-კვირას. სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებში და ასევე კერძო სკოლებში შეწყდა 2020 წლის 2 მარტიდან, ამ დროს გამოცხადებული იყო მსოფლიოში პანდემია. და ჩვენ ლაივის ბოლოს მე გეტყვით ბოლო მონაცემებს, უпростоრად 31 იანვრის მონაცემებს. კორონავირუსის 479 შემთხვევა დაფიქსირდა სულ ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის აჭარაში იყო 25 და გარდაიცვალა 19 ადამიანი კორონავირუსით. სასწავლო პროცესები დაიწყო საჯარო და კერძო სკოლებში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია როგორია გამოცხადების მაჩვენებელი.
ჩვენ კადრში ხედავთ და გაჩვენებთ როგორ შეიკრიბნენ მეორე საჯარო სკოლაში მოსწავლეები. სკოლის დირექცია ამბობს, რომ დაახლოებით მოსწავლეების ნახევარზე მეტი შეიკრიბა. თუმცა როგორი მოდელი იქნება სწავლების ცალკეულ კლასში ჯერჯერობით არ არის ცნობილი. როგორც ცნობილია, პირველ მეოთხე კლასის ჩათვლით სავალდებულოა მოსწავლეების გამოცხადება სკოლაში და მეორე საჯარო სკოლის შემთხვევაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები შეიკრიბებიან დღის მეორე ნახევარში 3:30-დან. ხოლო დანარჩენი კლასის შემთხვევაში არის მოსწავლეების და მშობლების შეთანხმების საგანძურა მოდელს გამოიყენებენ ისინი. დარჩებიან საკლასო ოთახებში, დარჩებიან გაჯეტებთან, ანუ კომპიუტერებთან. თუ ეკნებათ შერეული სწავლების მოდელი, ანუ ერთი და იგივე პედაგოგი ჩაატარებს გაკვეთილს როგორც საკლასო ოთახში, ასევე ჩაატარებს გაკვეთილს დისტანციურად, ანუ ინტერნეტ პროგრამის გამოყენებით. პირველი თებერვლიდან შეიცვალა ეს მოცემულობა. რადგანაც დაახლოებით 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სასწავლო პროცესი არის შეწყვეტილი საჯარო და კერძო სკოლებში. გასული წლის 2 მარტის შემდეგ აღარ მისულან მოსწავლეები სკოლაში და დღეს ისინი ამბობდნენ ჩვენს ლაივში, რომ საკმაოდ მოინათრათ სკოლა, მერხთან ჯდომა და სულ სხვა ემოცია მათთვის სკოლაში დაბრუნება. ალბათ განსაკუთრებული ემოცია იქნება სკოლაში დაბრუნება მათთვის, ვინც ჯერ არ ყოფილა სკოლაში, გულისხმობ პირველ კლასელებს, რომელთაც არ მეიცემ შესაძლებლობა რომ მისულიყვნენ სკოლაში. ან მათთვის ერთგვარი 1 სექტემბერი იქნება დღეს, ისინი კონკრეტულ შემთხვევაში დღის მეორე ნახევარში იკრიბებიან სკოლებში. და მათ პირველად მიეცათ შესაძლებლობა პანდემიის პირობებში, რომ სწავლა დაიწყონ საკლასო ოთახში და არა ინტერნეტის გამოყენებით. 1 თებერვლიდან, როგორც ცნობილია, შესაძლებლობის ნაწილი მოიხსნა, ეს შეეხო რამდენიმე ქალაქს, აი უკვე სამარშრუტო ტაქსის გამოჩნდა ხარნავაზ მეფის ქუჩაზე, რომელიც თვეების განმავლობაში არ ჩანდა, როგორც ცნობილია, შესაძლებელი იყო აქ ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება და ამ დილით 1 თებერვლის დილით გამოჩნდა მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმის ქუჩებში. შესაძლებლობის ნაწილი ასევე შეეხო კაფე-ბარებს, მაღაზიებს და სავაჭრო ცენტრებს. ღია კაფეები იმუშავებენ, ასევე მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, თუმცა ისინი ისევ დაიხურებიან შაბათ-კვირას. ასევე ძალაში რჩება კომენდანტის საათი, რაც გულისხმობს იმას, რომ საღამოს 9-დან დილის 5-მდე გადაადგილება ისევ გახლავთ შეზღუდული. მე შეგახსენებთ ასევე რა არ გაიხსნა დღეს 1 თებერვლიდან. არ გახსნილა საბავშვო ბაღები და უცნობია როდის გაიხსნება. სავარაუდოდ გვექნება პოზიტიური მაჩვენებელი კორონავირუსის გავრცელების კუთხით. შესაძლებელია რომ საბავშვო ბაღები გაიხსნას 1 მარტიდან. ყოველ შემთხვევაში ასია დაანონსებული ეს საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან. ასევე არ გახსნილა სარიტუალო დარბაზები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჯერ კიდევ ვერ გამართავთ ქორწილს. ვერ გადაეყრდით ქორწილს სარიტუალო დარბაზში, ან სხვა ტიპის შეხვედრაც ვერ მოხერხდება სარიტუალო დარბაზში და კომენდანტის საათი რჩება ძალაში. ჯერ კიდევ ახალი მონაცემები არ არის ცნობილი თუ როგორია დღეს კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი. ბოლო მონაცემებით ეს არის 31 იანვრის მონაცემები. 479 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმში. მათ შორის აჭარა იყო 25 შემთხვევა და გარდაიცვალა 19 ადამიანი. რაც შეეხება სკოლების შემთხვევაში არსებობს რეგულაციები იმ კუთხით, რომ უნდა არსებობდეს სიცხის გაზომვის და სადეზინფექციო ხსნარი ხელების დამუშავების შესაძლებლობა. ასევე პერსონალი, რომელიც ემსახურება სკოლას, მათ შორის პედაგოგები უნდა დაიტესტონ 2 კვირაში ერთხელ.
მერხებს შორის დისტანცია უნდა იყოს 1 მეტრი. შესავალდებელია პირველ-მეოთხე კლასის შემთხვევაში მათი სკოლაში გამოცხადება. ანუ ვინც სწავლობს პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით, მათ არ აქვს შესაძლებლობა რომ აირჩიონ მაგალითად შერეული სწავლების მოდელი, რომ თქვა ნაწილი დარჩება სკოლაში, ნაწილი დარჩება კომპიუტერთან. ახალი გადაწყვეტილებით, ვინც არის პირველ-მეოთხე კლასის ჩათვლით, უნდა გამოცხადდეს სკოლაში, ანუ მათი სკოლაში გამოცხადება არის სავალდებულო. მოდით ნახოთ პირველი სკოლის შემთხვევაშიც რა ხდება, საუბრობთ აქაც არ მოგვეცემა შესაძლებლობა რომ შევიდეთ სკოლის შიგნით, მაგრამ ნახოთ რა ხდება სკოლის გარეთ. ან როგორია გამოცხადების მაჩვენებელი იქნება ეს ინფორმაცია მივიღოთ სკოლის დირექციისგან. ეს ხოშერის ბათუმელებმა ჩაატარა გამოკითხვა, თუ აპირებდნენ მოსწავლეები და მათი მშობლები სკოლაში გამოცხადებას. ჩვენ გუში დავდით ამ გამოკითხვის შედეგები. 604 ადამიანი მონაწილეობდა ამ გამოკითხვაში და 51% ამბობდა რომ არ აპირებდა პირველი თებერვალის სკოლაში გამოცხადებას. ხოლო გამოცხადებიო თქვა 40%-მა და არ ვიციო თქვა 8.54%-მა. და უკვე კადრში ხედავთ პირველი სკოლის შენობას, რომელიც ასევე ერთ-ერთი დიდი სკოლაა ბათუმში. ჩვენ ნახეთ კადრში მეორე სკოლა. და ნახეთ რომ არ ჩანდა კადრში ბევრი მოსწავლე, ვინც შედიოდა სკოლაში. თუმცა სკოლის დირექცია გვარწმუნებს რომ საკმაოდ მაღალი იყო გამოცხადება, რასაც ისინი არ ელოდნენ. ანუ დაახლოებით 9-ზე მეტი გამოცხადდა სკოლაშიო. მე როგორც ვაკვირდებიო, ანუ ეს არ იყო სუსტი მონაცემები. მაგრამ ჩვენ გვესაუბრა სკოლის დირექტორი რომ დაახლოებით 9-ზე მეტი გამოცხადდა სკოლაში. ეს არ ვიცი რამდენად არის დისტანციისთვის გაკეთებული მონახაზი პირველ საჯარო სკოლასთან. პირველი საჯარო სკოლა. კი. გამარჯობა. თქვენ აქ მუშაობთ? არა. მშობელი ხარ ბრძანდებით? მშობელი ხარ ბრძანდებით? არა ხო? გამარჯობა, თქვენ მშობელი ბრძანდებით? არა. როგორც ჩანს, სასწავლო პროცესი უკვე დაწყებულია, განათებულია საკლასო ოთახები. საკმაოდ სიმშვიდეა. გარეთ უკვე არავინ დგას. თუმცა 10-ის ნახევარია და როგორც ჩანს დაიწყო გაკვეთილების საკუთრებო პროცესი და ვეცდებით რომ გავესაუბროთ დირექციასაც რომ გავიგოთ რამდენად არის დაცული უკვე ამ სკოლის შემთხვევაში ის პირობები რომ პანდემიის პირობებში მოხერხდეს უსაფრთხოდ სწავლა და როგორია თავად გამოცხადების მაჩვენებელი ეს ინფორმაცია იქნება გავიგოთ დირექციისგან. აქვე ხედავთ ინფორმაციას რომ პირველი სკოლის შემთხვევაში მე-7 მე-9 კლასების მოსწავლეთა შემოსასვლელი სივრცე არის ეს საით არის არ ვიცი. მაგრამ მოკლედ სხვადასხვა სივრცე არის სხვადასხვა კლასებისთვის იმისთვის რომ შევიდნენ სკოლაში. აქვე არის გამოყოლი ინფორმაცია რომ სანგაროლის შესვენება არის 2:09-დან 3:05 წუთამდე. გამარჯობა, დირექტორი, შეგიძლიათ რა დაუძახოთ? კი, აგერა. ბათუმელების ლაივის მინდა რომ გავესაუბრო იქნებ. მიმზადებით თქვენ რომელი? ჯაბავა რანანიძე ჟურნალისტი. რომელი არხიდან? ბათუმელები.
აქვე არის გამოკროლი საინფორმაციო პლაკატები, ინფორმაციის რისკის მაჩვენებლები, ამის მოსწავლეებმა უკეთ იცოდნენ თუ რა პირობები დაიცვან პანდემიის რისკების შესამცირებლად. აქ ჯერ კიდევ შემორჩენილა CSGO-ს სტიკერები, როგორც ცნობილია, არც საარჩევნოდ ერთ-ერთი საარჩევნო უბანი იყო ბათუმის პირველი საჯარო სკოლის შენობა. გამარჯობა, ქალბატონი ნატალია მგელაძე, პირველი საჯარო სკოლის დირექტორი. რომ დაგვიფოთ 2 წუთი შეგიძლიათ? კი, რა თქმა უნდა. ანუ შენობაში ვერ შევდივართ, მაგრამ ანუ შენობაში ვერ შემოვალთ, ხო? არ შეიძლება. აჰა. რომ რეგულაციებით არავის შეშვება გარდა სკოლის პერსონალისა და რასაკვირველი მოსწავლეებისა შენობაში არ დაიშვება. კარგით, რომ გითხრათ, ჩვენ გვაინტერესებს მონაცემები, როგორია გამოცხადების მაჩვენებელი, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი Facebook-ში გამოხატავდა სკეპტიკურ დამოკიდებულებას ამბობდა, რომ ჩვენი სკოლები არ არის ამისთვის მზად, ანიხარ ველოდებით მესამე ტალღაზე რადგან სკოლაში გამოცხადება. როგორია თქვენ სკოლაში გამოცხადების მაჩვენებლები არის თუ არა უკვე ცნობილი? დიახ, ვეცნობოდით ჩვენ ამ ასე ვთქვათ მშობლებიც გვეხმიანებოდნენ სოციალურ ქსელშიც ვეცნობოდით მშობლების მოსაზრებით, მაგრამ დღეს მოულოდნელზე ასე ვთქვათ მეტი მოსალოდნელზე მეტი იყო გამოცხადება, იმიტომ რომ აი თითოეულ კლასში აი ხა კლასებში დავდივარ 4 ან 5 მოსწავლე აკლია 35 მოსწავლიდან. საკლასო ოთახები არის თითქმის სავსე. რასაკვირველია ჩვენ გვყავს დისტანციურ სწავლებაზე ასე ვთქვათ დარეგისტრირებული მოსწავლეები, მაგრამ დღეს სხვათა შორის ისეთი მოსწავლეებიც ნახე სკოლაში მოვიდნენ, რომლებიც სიხარულით მეუბნებოდნენ, რომ დედაჩემს გადავაფიქრებინე და მე დღეს სკოლაში მოვედი, მე ვიყავი რეგისტრირებული და მაინც გადავწყვიტე რომ მოვიდე სკოლაში. მე ვფიქრობ რომ ეს პირველი კვირა რომელიც ჩვენთვის რასაკვირველია საკმაოდ გამოწვევებით სავსე იქნება, რთული იქნება, იმიტომ რომ ეს ამ რეჟიმში სკოლას არასოდეს იმუშავია. შესაბამისად, ყველა ის პროცედურა და რეგულაცია, რომლის დაცვა არის, მე ვიტყოდი, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ აი ამ ყველა რეგულაციას სათანადოდ დავიცავთ, მოსწავლეთა სწრებადობა გაიზრდება და ის მშობლები, რომლებიც უფლება აქვთ და აირჩიეს დისტანციური სწავლება, დარწმუნდებიან იმაში, რომ სასკოლო სივრცე არის მზად იმისთვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ნამდვილად უსაფრთხო სასწავლო გარემო. ეს გადაწყვეტილება არის უკვე მიღებული რამდენი კლასის სწავლის შერეული მოდელით, თქვა. ეხლა ვიგეთქვით 4 შაბათამდე, ანუ 3 თებერვლამდე აქვთ მშობლებს რეგისტრაციის ვადა. ჩვენ უკვე 4 შაბათს გვექნება დაზუსტებული მონაცემი, რამდენი მოსწავლე ყავს. შესაბამისად, იმ მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით უკვე გადავწყვეტ, რამდენი კლასი უნდა დაკომპლექტდეს. აქ მოხდება უკვე შერეული კლასების დაკომპლექტება. მაგალითად, ბავშვების შესაძლოა პარალელური კლასებიდან მოხვდნენ უკვე ახალ დისტანციურ კლასში. შესაბამისად 4 შაბათიდან 2 შაბათამდე, 3 თებერვლიდან 8 თებერვლამდე ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ის, რომ კლასები დავაკომპლექტოთ, შევადგინოთ ახალი ცხრილი და გამოვყოთ პედაგოგები, რომლებიც იმუშავებენ დისტანციურ რეჟიმში. რა შეიძლება დაწყებითი საფეხურის სწავლებას, ისინი მეორე სმენაში არიან თქვენთანაც? დიახ, მეორე წლაში არის პირველი მე-6 კლასები. და პირველი მე-4 კლასის სავალდებულო რომ უნდა გამოცხადდეს სკოლაში. ვიცით რა არის? არა, მიეცათ მშობლებს ასევე არჩევანის შესაძლებლობა პირველ მე-4 კლასებში მშობლებს მიეცათ შესაძლებლობა რომ აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა. აირჩიეს როგორია თქვენ სკოლაში? არის დაწყებითი კლასის მოსწავლეები არიან დარეგისტრირებულები. მათ შორის ვისაც უნდა ონლაინ სწავლება, ხო? ეს პროცედურა როგორ ნაწილდება? დაახლოებითი მონაცემები? ჯერჯერობით მონაცემები არ არის ზუსტი. იმიტომ რომ ყოველდღიურად იცვლება, მაგალითად, მათ შორის ვინც დარეგისტრირდა, ასევე არის უკვე გაუქმებული სტატუსი აქვს ძალიან ბევრს, ასე რომ 4 შაბათამდე ჯერ კიდევ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს, რასაკვირველია ან გაიზარდოს, ან შემცირდეს, იქიდან გამომდინარე. მაინც ნახევარზე მეტი უკვე გამოცხადა უკვე სკოლაში, თუ არა? ძალიან მაღალია ჯერჯერობით გამოცხადება ამ წლაში. აქ ახლა გვყავს ჩვენ მე-7 მე-12 კლასები და როგორც გეუბნებით, ამ საფეხურზე არის 35 მოსწავლე თითქმის ყველა კლასში. და კლასების ახლა სწრებადობა გვაჩვენებს, რომ დაახლოებით 20-29, 5 ან 4 მოსწავლე აკლია საშუალოდ რომ გითხრათ. ჩვენ ახლა პირველი გაკვეთილის ბოლომდე უკვე დამრიგებლებისგან გვექნება ინფორმაცია თუ რატომ არ არიან მოსწავლეები, იმიტომ რომ ამ პერიოდში მქონდათ მშობლებთან შეხვედრა და ადგენდნენ მიზეზებს, რამდენი აპირებდა გამოშვებას, შესაძლოა ეს მონაცემიც
შეცვლილი ეს შობლების შიშები რას უკავშირდებოდა თქვენი ინფორმაციიდან? უკავშირდებოდა იმას, რომ მათ ქონდათ ეჭვია იმ სკოლები ამას ვერ უზრუნველყოფენ უსაფრთხო სასწავლო პირობების შექმნას. თუ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება იყო არათანმიმდევრული, თქვა, როცა ამ უფრო მესამე ტალღა მოდის, მაშინ რატომ მიყავს ბავშვები სკოლაში, ხო? მოგახსენებთ, ბევრს აქვს ჯანმრთელობის მიზეზი და ბევრი მშობელი გვეუბნებოდა, რომ ჩემი შვილი რაღაც კონკრეტულ მიზეზს ასახელებდა, რომლის გამოც განსაკუთრებულად პანდემია ყველას გვაწუხებს და ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანია თავისი შვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მაგრამ არის კიდევ მოსწავლეები, რომელთაც რაღაც გარკვეული კონკრეტული ჯანმრთელობის მიზეზი აქვთ და მშობლები გვეუბნებოდნენ, რომ ამ პერიოდში ჯერჯერობით მე ჩემ შვილს ვერ გამოუშვებ. რასაკვირველია არიან მშობლები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სკოლა შესაძლოა ამ რეგულაციების დაცვა გაუჭირდეს, იმიტომ რომ მრავალრიცხოვანი კლასები გვაქვს, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა იმაში, რომ საკლასო სივრცე გვაქვს იმდენი, რამდენი კლასიც უნდა მივიღოთ პირველ წლში და მეორე წლში და ყველა საკლასო სივრცე აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რაც გაწერილი იყო შრომის ინსპექციის დიდ რეგულაციაში, რომელიც ჩვენ სასექტემბროდ შევასრულეთ და მერხები არის განთავსებული ისე, რომ მათ შორის დაშორება იყოს 1 მეტრი. დიდი მადლობა, ეს იყო ნატალია მგელაძე, პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებ. ძალიან გჭირდება ეს წარმატება, გჭირდება პირველში ჯანმრთელობა და უნდა შევეცადოთ ძალიან და მადლობა. ეს იყო ბათუმის პირველი საჯარო სკოლა, ჩვენ ნახეთ როგორც პირველი, ასევე მეორე საჯარო სკოლის შემთხვევა. თუმცა პირველი საჯარო სკოლაში ვერ მოუსწარით მოსწავლეების შესვლას, თუმცა როგორც გვეუბნება სკოლის დირექტორი, იმაზე მეტი მოსწავლე მოვიდა აქაც, ვიდრე მას ამის მოდინი ჰქონდა. და დაახლოებით ნახევარზე მეტი გამოცხადა სკოლაშიო და ის იხსენებდა ასევე შემთხვევებს, როცა კონკრეტული მოსწავლეები ჯერ ამბობდნენ, რომ ვერ მოვიდოდნენ სკოლაში, თუმცა საბოლოოდ მითხრესო, რომ ჩვენ გადავაფიქრებინათო ჩვენს მშობლებსო, რომ უნდა წავიდეთ სკოლაშიო. ზუსტი ციფრები ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რამდენია გამოცხადების მაჩვენებელი საჯარო სკოლებში. ჩვენ ვესაუბრეთ როგორც პირველი, ასევე ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორებს. ეს პრინციპში ყველაზე დიდი საჯარო სკოლებია ბათუმის სივრცეში. დღეს 1 თებერვალია, დაიწყო სასწავლო პროცესი, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებში და საქართველოს 5 ქალაქში უკვე დაახლოებით 1 წლიანი პაუზის შემდეგ განახლა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში. ეს ქალაქებია ბათუმი, ზუგდიდი, გორი, ფოთი და თელავი. სხვა ქალაქებში ჯერ კიდევ დახურულია სკოლები, ხოლო ბათუმში მოსწავლეებს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა რომ აირჩიონ სწავლების მოდელი, ეს იქნება სწავლა საკლასო ოთახში თუ სწავლა ისევ დისტანციურად, ანუ კონკრეტული პროგრამის, ინტერნეტ პროგრამის გამოყენებით. ჯერჯერობით აქვთ მოსწავლეებს და მათ მშობლებს არჩევის შესაძლებლობა, ანუ ეს მდიდარი 1 კვირა, როგორც ჩვენ ახლა ნატალია მგელაძისგან მოვისმინეთ, ის პირველი საჯარო სკოლის დირექტორია და ამის შემდეგ დაკონკრეტება, რომელი კლასი რა რეჟიმში ისწავლის. და შესაძლებელია შერეული სწავლების მოდელიც აქვე გეტყვით, ანუ შესაძლებელია რომ კლასში რამდენიმე მოსწავლე დარჩეს საკლასო ოთახში, ხოლო ნაწილი დარჩეს კომპიუტერთან და მასწავლებელმა მათ ჩაუტაროს დამატებით გაკვეთილი დისტანციურად. დღეს 1 სექტემბერია ფაქტობრივად, წამომწევდა პრინციპში ასეც არის, იმიტომ რომ პირველ კლასელები პირველ დღეს გამოცხადებიან სწორედ სკოლაში. ისინი ბათუმის შემთხვევაში ზედა დღის მეორე ნახევრიდან იწყებენ სასწავლო პროცესს და აქაც პრინციპში დღის 2 საათის შემდეგ გამოჩნდებიან ისინი. 1 თებერვლიდან ბათუმში გაიხსნა როგორც საჯარო სკოლები, ასევე ამუშავდა მუნიციპალური ტრანსპორტი, იხსნება მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, ასევე ღია კაფეები. თუმცა ეს ყველაფერი იხურება შაბათ-კვირას, ანუ შაბათ-კვირა შეზღუდვების ძალაში რჩება. და ასევე ძალაში რჩება კომენდანტის საათი, რაც გულისხმობს, რომ საღამოს 9-დან დილის 5-მდე არის გადაადგილება შეზღუდული. ასევე არ გახსნილა დღეიდან საბავშვო ბაღები, სარიტუალო დარბაზები, უმაღლესი სასწავლებლები და როგორც გითხარით, კომენდანტის საათი რჩება ძალაში. რაც შეეხება სკოლების შემთხვევაში პირობების დაცვას, სკოლებში საკლასო ოთახებში მერხებს შორის დისტანცია უნდა იყოს 1 მეტრი, ხოლო პერსონალის მინიმუმ 20% უნდა დაიტესტოს 2 კვირაში ერთხელ. ბოლო მონაცემები ჩემთვის, ანუ დღევანდელი ციფრები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ეს ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს არ გაუსაჯაროვებია, თუმცა ბოლო მონაცემებით, რაც გულისხმობს 31 იანვარს,
საქართველოში დაინფიცირდა 479 ადამიანი კორონავირუსით, მათ შორის ბათუმში დაინფიცირდა 25 ადამიანი და გარდაიცვალა კორონავირუსით ქვეყნის მასშტაბით 19 ადამიანი. ასეთი მოცემულობა დღეს ბათუმში საჯარო სკოლებში აქ სასწავლო პროცესი დაიწყო და პრინციპში ორი სკოლის მაგალითია შემილია გითხრათ რომ რასაც სკოლის დირექტორები ამბობენ გამოცხადა სკოლაში იმაზე უფრო მეტი ბავშვი ვიდრე მათ ამის მოლოდინი ჰქონდათ მიმდინარე ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეებს და მათ მშობლებს აქვთ შესაძლებლობა რომ აირჩიოს სწავლების მოდელი ისინი დარჩებიან საკლასო ოთახებში დარჩებიან კომპიუტერებთან როგორც ცნობილია დღეს მოქმედი რეგულაციები ითვალისწინებს შერეული სწავლების მოდელს რომ შეიძლება კლასის ნაწილი დარჩეს საკლასო ოთახში ხოლო ნაწილი დარჩეს კომპიუტერებთან და ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეებს ექნებათ ამ არჩევანის შესაძლებლობა როგორც გავიგეთ საკლასო ოთახებში უკვე შესვენებაა ზარი დაირეკა და მოსწავლეები ისვერებენ თუმცა ისინი გარეთ არ ჩდებიან ხელებს გვიქნებს მოსწავლეების ნაწილი საკლასო ოთახში და როგორც ჩანს მათი ემოციური განწყობა უხარიათ რომ სკოლაში დაბრუნდნენ ნახოთ როგორ განვითარდება პროცესები მათ შორის საინტერესო ოფიციალური და შეჯერებული მონაცემები მოსწავლეების სკოლაში გამოცხადების ასევე საინტერესოა როგორი დინამიკა შენარჩუნდება იგივე COVID ინფექციის შენარჩუნდება თუ არა დადებითი და პოზიტიური დინამიკა რაც უზრუნველყოფს იმას რომ მთლიან ქვეყნის მასშტაბით ყველგან დაბრუნდნენ მოსწავლეები სკოლებში და დაბრუნდნენ ისინი სასწავლო ოთახებში როგორც ეს დღეს ბათუმის შემთხვევაში მოხდა. დარჩით ჩვენს არხზე რომ მიიღოთ განახლებული ინფორმაცია არა მხოლოდ იმაზე თუ რა ხდება სკოლებში, არამედ რეგიონში და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. ეს ბათუმელების ლაივი იყო, მე ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე ვარ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის დროებით.